მოსკოვის მიერ ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იწყება იმ ეგრეთ წოდებული დოკუმენტის ერთი ნაწილის ამოქმედება, რომელსაც აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმთან ხელი 2 წლის წინ მოეწერა. საუბარია რუსეთის დაოკუპირებული აფხაზეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნაზე, რასაც ოფიციალური თბილისი უკანონობად და პროვოკაციად აფასებს. კრემლის გადაწყვეტილების გამო საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმართვას გეგმავს. Президент Российской Федерации внес документ. Დოკუმენტი, რომელზეც კრემლის ლიდერმა იზრუნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთისა და აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს. ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას ხელი გასულ წელს მოეწერა, დუმამ კი მისი რატიფიცირება მოახდინა. ეს შეთანხმება ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, უზრუნველყოფის და აფხაზეთის მოქალაქეების თავისუფალი ცხოვრების მიმართულებით, ვინც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი გამოიარა და უმეტესობა რუსეთის მოქალაქეცაა. არ არის საუბარი მხოლოდ ამ რეგიონში მშვიდობის დაცვაზე, არამედ კურორტულ სეზონზეც, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა დამსვენებლებისა იქ ჩვენი მოქალაქეები არიან. რუსეთის მოქალაქეებისთვის საკურორტო სეზონის და რუსეთის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსულ-აფხაზურ გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას ერთობლივი შტაბი უხელმძღვანელებს. შტაბის მეთაურს კი საომარი მოქმედებების დროს თავად რუსეთის თავდაცვის უწყება დანიშნავს. 800 შეიარაღებული აფხაზის ჯარისკაცი იქნება აბსოლუტურად რუსეთის კონტროლქვეშ და თუ რაიმე შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა ამ ტერიტორიაზე, იქნება პირველი საზარბაზნე ხორცი იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანად ხელმძღვანელობა ამ დაჯგუფების გადადის რუსეთის ხელში. დე-ფაქტო ხელისუფლების განმარტებით ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო დანაყოფი სპეცდანიშნულების რაზმით საარტილერიო 2 და საავიაციო 1 ჯგუფი დაკომპლექტდება. რუსული მხარე კი გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ოფიციალური თბილისი კრემლის ამ პროექტს მორიგ უკან მოქმედებად განიხილავდა რეაგირებისთვის დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვს. ეს არის მორიგი ნაბიჯი რეალურად დე-ფაქტო ანექსიისკენ ამ რეგიონების. ეს არის იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც გაფორმდა დაახლოებით 1 წლის წინ და თავისთავად გამომდინარეობს იმ ეგრეთ წოდებული მასშტაბური შეთანხმებიდან, რომელიც გააფორმა მოსკოვმა და სოხუმმა, ასევე მოსკოვმა და ცხინვალმა მეორე შემთხვევაში მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამით ირღვევა როგორც 2008 წლის შეთანხმების პირობები, ასევე ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ჩვენი მხრიდან ეს საკითხი დგას ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში. კრემლის ნებართვით და გადაწყვეტილებით ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო მოსამსახურეები რუსულ არმიაში შეძლებენ სამსახურის გაგრძელებას. დე-ფაქტო ხელისუფლების განმარტებით ამ დრომდე წურთნა რუსულ არმიაში 3000-ზე მეტ აფხაზ ჯარისკაცს აქვს გავლილი.